რაც არ უნდა აკეთო და ვერაფერს ვერ გძნობ, ეს რატო ხდება? სანამ ადამიანი თავს არ დაიმდაბლებს, თავის ღვაწლისთვის ჯილდოს ვერ მიიღებს, რადგან ჯილდოს ვიღებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც სულ ვივიწყებთ. ჯილდოს ვიღებთ არა ღვაწლის გამო. ანუ შენ რო იხწვი, ამისთვის ჯილდოს არ იღებ. რამე ახალია თქვენ გონიათ, გახსოვთ უფლის სიტყვები, როდესაც რამეს აკეთებ, სიკეთე საღვთო საქმეს. და მოგივა თავში ესეთი აზრი, რომ აკარგ რამებს აკეთებ, უფალი გეუბნება, ჩემგან მადლობაც არ გეკუთვნის. შეიცხადებ. რატო? იმიტომ რომ შენ მოვალეობას აღასრულებ. ანუ შენ რომ ქრისტიანი ხარ, ქრისტეს მიერი ცხოვრება არის შენი ვალდებულება, როგორც ღვთისშვილისა, როგორც სასუფეველის მოქალაქისა. და ამისთვის ჯილდო არ გეკუთვნის და ამას ამბობს ზუსტად ისააკ ასური. რადგან ჯილდოს ვიღებთ არა ღვაწლის გამო, რომელიც ჩვენი ვალდებულებაა, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, არამედ თავდაბლობისათვის. თავდაბლობისათვის. რატომ? იმიტომ რომ თავდაბლობით რა არის ჯილდო? რას ნიშნავს ჯილდოს იღებ? რა პედალის ჩამოკიდება გვინდა თუ რა არის? რა არის ჯილდო? ჯილდო არის ქრისტეს მსგავსი რომ ხდები და შენში რო ღმერთი შემოდის როგორც მარადიული სიცოცხლე. აი ეგ არის ჯილდო. შენ როცა ღმერთს განიცდი, ღმერთთან ერთობის გამოცდილება რო გენიჭება. ეს არის ბედნიერი. ჯილდო ეს არის როცა შენ ქრისტეს ღმერთობა გამოცდილებით, შინაგანი გამოცდილებით გიდასტურდება. ჩვენ ისედაც ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ქრისტეს ღმერთობა გვწამს. რამდენი ადამიანია, რამდენი მილიარდიანი ადამიანია დედამიწაზე. და რამდენს წამს იქედან, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. და რამდენია ისეთი, ვისაც თითქოს და სწამს, მიეცა ეს რაღაც გულისმიერად ერთხელ. და ეკლესიაში მოდის იმისათვის, რომ ეგრევე ჯილდო მიიღოს. რომ მოდის ანგარებისათვის, არა ერთგულებისათვის, არამედ ანგარებისათვის.